Თქვენი ბრალია, აი იქ სომხეთის ნაკრების გულშემატკივარს რომ მიუვარდით და რაღაცეები რო ესროლეთ. გახსოვთ, ხო? ხوار და გავიწყდათ. მართალია ახლა ბავშვები იყავით ნახევარზე მეტი, მაგრამ მაინც შეგახსენეთ. ხო, ახლა უფრო განვავრცოთ რა ხდება. გუშინ გაიმართა წილისყრა, სადაც ჩვენ ჯგუფში უკრაინის, უნგრეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებთან ერთად ვიქნებით. სამწუხაროდ ამ ჯგუფის პირველ საშინაო შეხვედრას ჩვენ უმაყურებლად გავმართავთ. პირველი საშინაო შეხვედრა კი ჩვენ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გვექნება. დანარჩენი შეხვედრები კი ასე გამოიყურება, პირველი 4 მიყოლებით იქნება მატჩები, იმიტომ რომ UEFA მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, 25 სექტემბერს იქნება პირველი მატჩი, მეორე იქნება 28-ში უკრაინის ნაკრებთან, ჯერჯერობით არენა არ არის გადაწყვეტილი, რომელ არენაზე იქნება თამაში. შემდეგ გვექნება გასვლაზე 2 ოქტომბერს უნგრეთის ნაკრებთან, 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან, შემდეგ მოდის ნოემბრის მატჩები, 14 ნოემბერს გვექნება უნგრეთის ნაკრებთან სახში და ბოლოს ვასრულებთ 17 ნოემბრით უკრაინის ნაკრებთან გასვლა. ხო, ძალიან საინტერესო ფაქტი, რომელზეც შეგვიძლია ვისაუბრო და ხაზი გაუსვათ. პირველი 4 შეხვედრა გვექნება, როგორც იცით, მიყოლებით და აქ ჯერჯერობით არ მაქვს ინფორმაცია, ანუ ადრე ხო იყო პირველ 2 შეხვედრაში გამოიძახებდნენ ფეხბურთელებს და ის ფეხბურთელი ავტომატურად ან პირველშიც და მეორე მატჩშიც იყო გამოძახებული და აქ როგორ იქნება არ ვიცი, ანუ 2 შეხვედრის მერე შეიძლება თუ არა ჩანაცვლება ან რომელიმე ფეხბურთელის დამატება, ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ მაღალი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო მეტ კაციანი განაცხადები გვექნება, ანუ ხო იყო 23-იანი, შეიძლება აქ იყოს 26-იანი. ან შეიძლება ნაკრებებს ჰქონდეთ უფლება თუ ბევრი დაზიანებული ფეხბურთელი ეყოლებათ, ნაცვლად რაღაცა შეიძლება იყოს კოტა გამოყოფილი, რომ აი შეგვიძლია მაგალითად 4 ფეხბურთელი ჩავანაცვლოთ. ალბათ დამეთანხმები იმაში, რომ 15-16 დღის ინტერვალში 4 ძალიან მაღალი დონის შეხვედრის გამართვა საკმაოდ რთულია და ვფიქრობ, რომ არ იქნება ერთი და იგივე შემადგენლობა. Ну, რაც შეეხება ნოემბრის მატჩებს, აქ რა თქმა უნდა 23 კაციანი შემადგენლობა ჩვეულებრივად ეყოფა. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი ჩვენთვის არასასიამოვნო, უკრაინის ნაკრებთან ჩვენ ისტორიაში არასოდეს არ მოგვიგია შეხვედრა და დიდი იმედი მაქვს 28 სექტემბერს პირველ შეხვედრას მოვიგებთ. კიდევ ერთი ფაქტი ჩემთვის და მე დარწმუნებულად თქვენთვისაც შეგვიძლია აი მაგალითად უნგრეთში ძალიან მარტივად და ბიუჯეტურად გადავფრინდეთ და გადმოვფრინდეთ, ანუ უყუროთ გასვლით შეხვედრას. ხო, აქვე დავამატებ იმას, რომ უკრაინის ნაკრებთანაც შეგვიძლია გასვლით შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, დავესწროთ, ეს შეხვედრა არ იქნება უკრაინაში, მაღალი ალბათობით იქნება პოლონეთში ან ჩეხეთში. აი რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიას, აქ კი ნამდვილად გაგვიჭირდება პირდაპირ თბილისიდან იქ ჩასვლა. აქ მეტად გაუხარდება იმ გულშემატკივარს, ვინც ბრიტანეთში იმყოფება ჩვენი ქართველი ემიგრანტები. მოდი პროფესორო, ახლა დანარჩენი შენზე იყოს. შეაფასე ჯგუფი როგორ მოგეწონა და რა შანსები გვაქვს შენი აზრით, რომ ამ ჯგუფიდან გავიდეთ?